Apple-მა წარადგინა თავისი ახალი პროდუქტები და რა იყო ეს, თუ არა საცინად აგდება თავის მომხმარებლების მინიმალური ცვლილებები, გაზრდილი ფასები, არავითარი სიახლე, ალბათ ესეთ ნიუსებს ელოდებით, მაგრამ არა, ამჯერად Apple-მა მოახერხა სასიამოვნო ჩემი გაგვირვება და დავიწყოთ ყურსასმენებით. ვფიქრობ, მაგ სეგმენტში ერთ-ერთი საუკეთესო ყურსასმენი იქნება თავის იდეალური ხმით, ხმის ჩახშობის ტექნოლოგიებით, პულსომეტრიც კი დაუყენოთ, რომ აღარ დაგჭირდეთ საათი და როცა მუსიკას უსმენთ, შეგიძლია უბრალოდ გახვიდეთ და პულსი ზომოთ. რაც შეეხება საათს, აქვე აღვნიშნოთ ის, რომ ბევრი რაღაცები მართალია დააკოპირებს Garmin-სგან, ცდილობენ დამსგავსებას, მაგრამ არა. Garmin-ის საათები მაინც საუკეთესოა. გამძლეობითაც, ტექნოლოგიებითაც, სიზუსტითაც და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან კარგია და მოუწევს მუშაობა. რაც შეეხება ტელეფონებს. ვფიქრობ, რომ 17 ვერსია იქნება ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ვერსია, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ელემენტი აქვს, იდეალურად ძალიან ლამაზი ფერები აქვს, საკმაოდ დიდი არჩევანი და ყველაფერი საკმარისი აქვს, თუ ადამიანი არ არის ჩაციკლული არ რაღაც სამარიაჟოდ, ან კამერებზე. მოკლედ ძალიან კარგი ტელეფონია, ასევე Air მსუბუქი Air 17 არ ქვია, Air ქვია უბრალოდ, ძალიან კარგი ტელეფონია, უბრალოდ ეს ხელში უნდა მოსიჯო როგორია. იმედია არ გაიღურება.